ზღვის უბანში მდებარე ბიჭვინთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი ზაქარია გათენაძე შემოგვიერთდა ქრისტეშობის დღესასწაული და ალილოს ტრადიცია საქართველოში. ეს იქნება ჩვენი საუბრის თემა. მამა ზაქარია, მოგესალმებით, დაგლოცეთ. ერთად დაგლოცოთ, მოგესალმებით და მეც უერთდები თქვენს მოლოცვას დამდეგ შობა ახალ წელთან დაკავშირებით და დღევანდელი დღის წმინდანების ხსენებასთან დაკავშირებით დანიელ წინასწარმეტყველის და სამი ღრმის აზარიას, ანანიას და მისაელის ხსენებას და განსაკუთრებით მივულოცავ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელს დღევანდელ დღეს. ჩვენს უერთდებით ამ მილოცვას. დამდეგ შობა ახალ წელს განსაკუთრებით ვულოცავ ერთსულოვნების შემოქმედებით ჯგუფს. დიდი მადლობა, გილოცავთ თქვენს კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელსაც ვულოცავთ და გვინდა ვისაუბროთ სწორედ მოახლოებულ უდიდეს ქრისტეშობის დღესასწაულზე და ალილოს ტრადიციაზე, რომელიც არის დაკავშირებული სწორედ ამ დიდ დღესასწაულთან. ბევრი ტრადიცია იყო შეწყვეტილი ჩვენთან საქართველოში ისტორიული მიზეზების, ობიექტური მიზეზების გამო, ვთქვათ, გარკვეული წლების განმავლობაში, ჩვენი პატრიარქის დიდ ღვაწლს უკავშირდება არაერთი ტრადიციის აღდგენა. მათ შორის არის სწორედ ალილოს ტრადიცია და აი სწორედ ამაზე მინდა რომ დავიწყოთ საუბარი ამით, უფრო სწორად აი როგორ აღდგა ეს ტრადიცია, მისი არსის შესახებ ოდნავ მოგვიანებით კითხავთ, აი როგორ აღდგა და როგორ აღორძინდა და ფაქტობრივად მთელ საქართველოში უკვე ეპარქიებში ალილოს ტრადიცია უკვე ჩვეულებრივ მიმდინარეობს ხოლმე შობასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა. აი ამ ტრადიციების აღდგენასთან დაკავშირებით ნამდვილად ვერავულით უწმინდესის ღვაწლს გვერდს. ძალიან ბევრი ტრადიცია აღდგა უწმინდესის მოღვაწეობის პერიოდში. აი ბედუყმართობის შემდეგ მივიწყებული თითქოს საეკლესიო ტრადიციები უფრო ხალხში ხალხურ ტრადიციებად იქცა. იგივე ალილოსთან დაკავშირებით ჩვენ ვიცით რომ ყველა სოფელში, ყველა უბანში, ყველა გვარში შეიძლება თავისი მოძახილი ქონდა და თავისი ალილო ქონდა, თავისებური და ესეც არის შემორჩენილი, შემოინახეს გვარებმა ეს ტექსტები და ითვლება კიდეც ესე ვიხსენებთ კიდეც რომ ამა და ამ გვარის ალილო, ამა და ამ კუთხის ალილო, ამა და ამ სოფლის ალილო და ესეთივე ტრადიცია არის ჭონას სააღდგომო ჭონას ტრადიცია, რომელიც ესევე აღდგა ბოლო წლებში და უწმინდესის მოღვაწეობის დროს აი მოლოცვითი მოგზაურები აღდგა თუ გახსოვთ აი წმინდა ნინოს მოლოცვითი გზა წოდებულის უკვე დიდი ხანია და აი რაღაც აი სიმონ კანანელის გზა დაემატა ძალიან ბევრი ესეთი მოლოცვითი მსვლელობა და ამ დროს 90-იან წლებში მე მახსოვს რომ ალილოს ტრადიცია რომელიც ყოველთვის იყო ხალხში შემორჩენილი ოღონდ მხოლოდ აი მახარებლობის, მშობის მახარებლობის ვთქვათ ესეთი პერსპექტივაში მისმა უწმინდესობამ დაგვავალა და ყველა ტაძარმა ტაძრის ირგვლივ მიმდებარე მოსახლეობაში დაიწყო ალილოს ტაძრის სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად მილოცვა და თავისთავად რაღაც აი ამ შემოწირულობების შეგროვება და ეს შემოწირულობები შემდეგ ნაწილდებოდა ტაძარში მიდიოდა გაჭირვებული მოსახლეობა და იღებდნენ ამ შეგროვებულ სანოვაგე იქნებოდა თუ ჩასაცმელი. ანუ არსი არის სიკეთის ხეთება და ქალმოქმედება. მოწყალება, იმიტომ რომ მოწყალება არსებობს როგორც ხორციელი, ასევე სულიერი და ამ ხორციელ მოწყალებასთან ერთად ის სულიერი მოწყალება იმ მოსახლეობასთან მისვლა გახარება იმათი ვთქვათ ეს ხარება შობისა იმ ხალხზე ზრუნვა ვინც ვთქვათ საჭიროებს დახმარებას ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ეკლესია უნდა ასრულებდეს და ასრულებს დღეს უკვე შეიძლება ითქვას ძალიან კარგად ისე რომ გადამდებია ეს ყველასთვის და ყველაფრისთვის და რა მინდა გითხრათ რომ აი 2000 წელს ქრისტეშობიდან 2000 წლისთავის ანუ საიუბილეო ესე რომ ვთქვათ წელთან დაკავშირებით მისი უწმინდესობის ინიციატივით მოხდა ესეთი რაღაცა უფრო მასშტაბური მსვლელობა ალილოსი უფრო მასშტაბური ღონისძიებები დაიგეგმა და არა მხოლოდ თბილისში რეგიონებშიც ყველა ქალაქში ყველა სოფელში და
თბილისში მაგალითად ცოტათი ესეთი რაღაც თეატრალიზებული სახეც მიიღო. ქრისტეშობის ხარებასთან ერთად ჩვენ გავიხსენეთ ქრისტეს ესეთი პირველი თაყვანისმცემლები, მწყემსები, მოგვები და აი ასე მწყემსების სამოსში, მოგვების ტანის სამოსში ჩაცმული ჩვენი ახალგაზრდები უკვე აგერ 25 წელია რაც აი მონაწილეობენ და რაღაც თითქოს ამითიც უკვე უფრო მეტად ხარობს მთელი ეკლესია და მთელი მოსახლეობა. ამ ღონისძიებას ალილოს აი ესეთი მსვლელობის ღონისძიებას უზრუნველყოფს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილება ხელისუფლებასთან ერთად სხვადასხვა ტაძრების სამღვდელოებასთან ერთად გროვდება შემოწირულობა ყველა ტაძარში და აი ამ მსვლელობის დროსაც სხვადასხვა ორგანიზაციები, სხვადასხვა კერძო შემომწირველები წირავენ სანოვაგეს, ძირითადად უფრო ტკბილეულია ამ დროს აციტირება ხილი და რა თქმა უნდა ტანისამოსიც, რომელიც შემდეგ საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ეს აი ხარისხდება და ბავშვთა სახლებს, მოხუცთა სახლებს და პენიტენციურ დაწესებულებებში აი თქვათ რიგდება. ეს უფრო სიხარულის მიტანა უფრო გახარება უფრო მეტია ვიდრე თვითონ მხოლოდ ახლა აი ამ რაღაც ტკბილეულის მიტანა. ძალიან უხარიათ ამ დროს იქ მყოფ ბენეფიციარებს ასე რომ ვთქვათ. უწმინდესმა თუ გახსოვთ თქვენ 2019 წელს ესეთ მოგვიწოდა სულ ყველას ერთმანეთის გახარებისაკენ და იყავითო מחარობლებიო და აი სულ მოგვიწოდებს მაგისკენ რომ ერთმანეთი გავახაროთ და ეს დღეც ზუსტად აი ესეთი ერთმანეთის გახარების დღე შეიძლება. ანუ წლევანდელი მაინც გამორჩეული იქნება, ვინაიდან 1700 წელი აღინიშნება. წლევანდელი გამორჩეულია, აი როგორც 2000 წელს აი პირველად მოხდა ესეთი თეატრალიზებული რაღაც განსაკუთრებული ვთქვათ მსვლელობა. წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის რომ მთელი ქვეყანა, მთელი ერი, ეკლესია და ერი ემზადება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთვის. ჩვენ საეკლესიო ტრადიციით ვიცით რომ წმინდა ნინო შემოვიდა საქართველოში 319 წელს და 7 წლის ესეთი მოღვაწეობის და ქადაგების თავზე უკვე 326 წელს მოექცა მეფე მირიანი, დედოფალი ნანა და მთლიანად მთელი ქართლის მოსახლეობა მოინათლა. მაშინ საქართველოში ქრისტიანობა გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად. ზუსტადაც 1700 წლის შემდეგ წმინდა ნინოს შემოსვლიდან 2019 წელს დაიწყო ეს მოსამზადებელი ციკლი, აი 7 წლიანი ციკლი თქვენ გახსოვთ, ნამდვილად ამას საფუძველი ჩაეყარა მახათას მთაზე ახალი ტაძრის ღვთისმშობლის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის კურთხევით და ამ დღეს, როდესაც ჩვენ ვიხსენიებთ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატით, აწყურის ღვთისმშობლის ხატის სახელით ცნობილი ხატით, ამ დღეს პირველად აღინიშნა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხტომილობის დღე და ეს დღე სხვათა შორის ხელისუფლებამ სახელმწიფომ ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა. და უქმია, რა თქმა უნდა. და ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი წელი საქართველოში ქრისტიანობის 1700 წლის აღნიშვნა. ამ აღნიშვნაში უნდა ჩაერთოს არა მხოლოდ ეკლესია და ხელისუფლების წარმომადგენლები, მთელი საქართველოს მოსახლეობა. ეს 7 წლიანი ციკლი მოიცავდა, რა თქმა უნდა, მოლოცვით მოგზაურობებს, სიწმინდეებით, ხატებით, ასევე საგანმანათლებლო და შემეცნებით, შემოქმედებით საღამოებს. თქვენ იცით რომ ამ თემებზეც რა თქმა უნდა, ყველა რეგიონში, რამოდენიმეჯერ, ყველა მუნიციპალიტეტში შედგა სამეცნიერო ესეთი ლექციები, პოპულარული ენით ჩატარებული შეხვედრები, შემოქმედებითი საღამოები, კონფერენციები, სემინარები. თბილისში მაგალითად ყოველ
ყოველი კვირის განმავლობაში 2 ან 3 ესეთი შეხვედრა იმართება. ამაში ჩართულია თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებელი, მადლობა მინდა ყველას გადაუხადო თქვენი სახელით და ყველა ტაძრის სამღვდელოება და მრევლი. საოცარი რაღაცა თითქოს ახალს თითქოს არავინ არაფერს არ ამბობს, მაგრამ ახალი არის უკვე ეს მიდგომა, რასაც ქვია ერთობა ქრისტეში, რაც მართლა მისმა უწინესობამ შეგვახსენა და ყოველ შემთხვევაში ეს 1700 წლის იუბილეც არის გახსენება ღვთისმშობლისადმი თაყვანისცემის, გახსენება იმ მადლიერების ღვთისადმი, უფლისადმი, რაც ჩვენ აი რაღაცნაირად აი ამ 1700 წლის განმავლობაში ჩვენს აი ეროვნულ ცნობიერებას, ფასეულობებს, ღირებულებებს რაც უფრო სწორად აი ესე ამ ქრისტიანობამ განსაზღვრა, ამის გამო მადლიერება უფლისადმი და ღვთისმშობლისადმი ჩვენი დიდებული წინაპრებისადმიც რა თქმა უნდა ამას გვახსენებს და გვავალდებულებს. წერა არასწორად გამომივიდა გაქრისტიანებიდან არა თქვენ შემისწორეთ პრინციპში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელს აღნიშნავთ ეს თარიღი არის იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ პირველი საუკუნიდან და მანამდე კიდევ წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხალენი იყო 6 საუკუნით ადრე კიდევ შემობრძანებული საქართველოში და აქედან გამომდინარე ანუ არა გაქრისტიანებიდან არამედ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხალენი ყვართი უფლისა შემდეგ მოციქულების მოგზაურობა და ქადაგება ჩვენი ეკლესია სამოციქულო ეკლესია თითლება სწორედ მაგიტომაც რომ ანდრია პირველწოდებული სიმონ კანანელი მატათა მოციქული და სხვა მოციქულებიც მოღვაწეობდნენ საქართველოში ანდრია პირველწოდებულმა დააარსა პირველი ეკლესიები ანდრია პირველწოდებული ვიცით რომ ღვთისმშობლის ნაცვლად გამოგზავნა უფალმა თვითონ ღვთისმშობელმა თავის ხელთუქმნელი ხატით და საქართველოს ითვლება ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად ვიცით ეს ისტორია აღარ შევჩერდებით ამაზე და ანდრია პირველწოდებულის ქადაგების წარმართება აი წმინდა ნინო სტროპარში ზუსტად ესე წერია რომ მისი ქადაგების ანუ მოციქულების ქადაგების წარმართება არის და წმინდა ნინო ითვლება მოციქულთა სწორად და ასევე წმინდა მირიან მეფე და დედოფალი ნანა ჩვენ აღნიშნავთ მოციქულთა სწორების დღესასწაულს ხსენებას და აი 2026-ში უკვე შესრულდება 1700 წელი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად და ქართლის მოქცევიდან ასე რა ვთქვათ. ბაბა ზაქარია, აი უწმინდესის მოწოდებაზე გაამახვილეთ ყურადღება თქვენს საუბარში, რომ უნდა გავახაროთ ერთმანეთი და წლებზე და გამოცდილებაზე დაკვირვებით, რა შეგვიძლია ვთქვათ, როგორ გამოგვდის დღევანდელ ცხოვრებაში, რამდენად ვახარებთ, რამდენად შეგვიძლია რომ გავახაროთ ერთმანეთი და იგივე დედაქალაქზე დაკვირვებით, ხომ თქვენ ახსენეთ ალილოს მსვლელობა, წლიდან წლამდე რამდენად იმატებს ადამიანების რაოდენობა, ვიცით ზამთრის პერიოდია, საკმაოდ ცივა, ძალიან ცივა, მაინც ახერხებენ ადამიანები რომ ალილოს მსვლელობაში მიიღონ მონაწილეობა. წლიდან წლამდე რამდენად მზარდია ეს სიხარულის გაზიარება ერთმანეთის მიმართ ადამიანებში. იცით რა პირველი წელი მართლაც განსაკუთრებული იყო, რაღაც ახალი მოვლენა იყო, ძალიან დიდი სიხარული იყო და თითქოს უნდა მინავლებულიყო ეს სიხარული, მაგრამ რაღაც საოცრება ხდება, წლიდან წლამდე მატულობს მომლოცველთა და მონაწილეთა რაოდენობა. მონაწილეთა რაოდენობაში რომ გულისხმობ ახლა იმას რომ ყველა ტაძარი თვითონ თავის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობაში თვითონვე ცდილობენ რომ ალილოს მსვლელობა მოაწყონ და მერე შეუერთდნენ უკვე სამების ტაძარში პარაკლის თავის მრევლთან ერთად და აი ამ დროს რესპუბლიკის მოედნიდან იწყება ხოლმე ტრადიციულად სამების ტაძრამდე არ აკლდება პირიქით მატულობს ყოველწლიურად აი ეს მსვლელობის მონაწილეები და საოცარია ის რომ ოჯახებით მოდიან მიუხედავად ამინდისა, ყინვისა, სიცივისა, თქვათ რაღაც თოვლისა თუ წვიმისა ოჯახებით მოდიან მცირეწლოვანი ბავშვებით აი ჩვილებით შეიძლება ითქვას და ძალიან გახარებულები არიან მართლაც ამ ყველაფერს რაღაცნაირად აი იმანად შეუწყო ხელი თუნდაც
პატრიარქის ინიციატივით ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეც არსებობს უკვე ჩვენთან და თვითონ ეს ოჯახის ინსტიტუტი, რაც არის ქვეყნის საძირკველი და ეკლესიაშიც ჩვენც ესე უწოდებთ ოჯახს მცირე ეკლესიად. Აი ეს ოჯახები იღებენ მონაწილეობას უკვე თუ ადრე ცალკეული ვთქვათ აი სტიქავროსნები, რაღაც სამღვდელოების წევრები დღეს უკვე დიდი ხანია, უკვე რამოდენიმე წელია ოჯახებით მოდიან და ცდილობენ მაპატიათ ეხლა რაღაც ისე არ გამომივიდეს. ადრე როგორც იყო მიღებული და რაღაც ეს ტრადიციად ქცეული რომ შობა ახალ წელს ყველა რაღაც ჩვენს ვთქვათ სოფლებში, რეგიონებში მივდიოდით, ეხლა ყველა ცდილობს რომ არ დააკლდეს აი ამ ალილოს მსვლელობას და გადასწევენ ხოლმე გასვლას რეგიონებში. დიახ, მამასაკარი, აი თვითონ სიტყვა ალილო, ალილუიადან მოდის, ხო, ალბათ და აი რას აღნიშნავს, თქვათ, აი რასთან არის ეს დაკავშირებული, ესეც შეიძლება ზოგმა ვიცით, ზოგმა არ იცოდეს და მაინც საინტერესოა რომ განიმარტოს. ალილუიადან მოდის თვითონ ეს სიტყვა, ეს აქედან ეტიმოლოგიურად ესეა, მაგრამ თვითონ ნიშნულობა ამ მოძრაობის ასე რომ ვთქვათ, მთავარი არსი არის გახარება და მილოცვა ქრისტეს შობისა. ქრისტეს შობის მახარებლები, ქრისტეს შობის მახარებლები არიან მეალილოები. ალილო ნიშნავს აი ვადიდოთ უფალი, დიდება უფალს, ალილუია აქედან მოდის და ახლა ყველაზე მეტად ადამიანისთვის არის ვთქვათ, აი ჩვენ ამ შემთხვევაში რას ვცდილობთ მადლიერების გარდა გვინდა რომ ვადიდოთ უფალი, გვინდა რომ ვთხოვოთ შემწეობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ეკლესიის მისამართით და აი ეს ალილოს ტრადიცია მთელ საქართველოში იყო იმ ბედუგუღმართობის დროსაც კი შემორჩა უკვე ხალხურ ტრადიციად იქცა ძალიან ესეთი ფოლკლორში არის ეს შემორჩენილი ძალიან მრავალ რიცხოვანი შეიძლება ითქვას ალილოს ტექსტი არსებობს ეს ალილოს მსვლელობის ჭონას სააღდგომო უფრო მეტად იყო შემორჩენილი ჭონა უფრო ნაკლებად აი ჭონა უფრო ქართლის მოსახლეობაში, ალილო უფრო დასავლეთ საქართველოს და კახეთის მოსახლეობაში. მაგრამ ესეც ტრადიციის ძალით და ერთეული შემთხვევები მეგონია, არა ესე მასშტაბურად თქვა რასაც დღეს. აი თუშეთში იყო ესე ტრადიცია შემორჩენილი. შობის დღესასწაულზე ტაბლას გაამზადებდნენ და ნათლისღებამდე ამ ტაბლას არ ეხებოდნენ, რომ ეს იყო აი ქრისტეს ტაბლა, ესე ითვლებოდა და ეს როგორც მოახერხა ჩვენმა წინაპარმა იმ დროს იმ ბედუგუღმართობის საყოველთაო ესეთი უღმერთობის და განდგომილების ათეიზმის ეპოქაში მადლობა ამისთვის ჩვენს წინაპრებს, ჩვენს წინათაობებს და აი როცა დადგა უკვე მაგისი ვთქვათ შესაძლებლობა რომ ეს ყველაფერი საეკლესიო რიტუალის, საეკლესიო ტრადიციის ჩარჩოებში გადასულიყო, აი ეს ყველაფერი ესე ნელ-ნელა აღდგა. მსვლელობა იწყება ხოლმე ტრადიციულად პირველი რესპუბლიკის მოედნიდან და სამების ტაძარში სრულდება უკვე სამადლობელი პარაკლისით. გასული წლისათვის, შობის დღესასწაულის აღნიშვნისათვის და ერთი ესეთი გზადაგზა მოსახლეობას მოაქვს ხოლმე სანოვაგე და აი ამ ურმებზე გროვდება ეს შემოწირულობები და გარკვეული აი ჯგუფის პატარა ნაწილი გამოეყოფა ხოლმე ამ მსვლელობას ყოველწლიურად ასეთი ტრადიცია არის და მიდის მის უწმინდესობასთან მისალოცად. მიულოცავენ შობა ახალ წელს და მისი უწმინდესობა კიდევ აი ესე გვიერთდება იმითი რომ თუ შეიძლება ასე ითქვას მისი უწმინდესობა თავის მხრივ თავის აი საჩუქარს გვიგზავნის და უგზავნის აი ამ ბენეფიციარებს ეს იქნება ტკბილეული ეს იქნება რაღაც აი დალოცვა მთავარი პირველ რიგში და აი ეს რა ვიცი ტრადიციულად ეს გრძელდება წელს განსაკუთრებით ესეთი ხელისუფლებაც განსაკუთრებით არის ჩართული ამ დღესასწაულის და
მომდევნო დღესასწაულების აღნიშვნაშიც მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება ალილოს დღესასწაულის ესეთი ორგანიზებაში და აი ამ სვლელობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებით მერიას საქართველოს თბილისის მერიას მიუძღვის წვლილი ასევე აი ჩვენს ხელისუფლებას ზოგადად მამა ზაქარი აი საპატრულოს მაგალითად განსაკუთრებით საპატრულოს დიდი მადლობა მინდა გადაუხადო დიახ მამა აი გვიახლოვდება უკვე შობის დღესასწაული და სწორედ ეს სიხარული და ალილოს ტრადიციაც აი ამ დიდ დღესასწაულს უკავშირდება თუმცა მანამდე არის კალენდარული ახალი წელი რომელსაც ასევე აღნიშნავთ მაგრამ ეს პერიოდი არის მარხვა და ცოტა ჩვენი ადამიანური უძლურების გამო შესაძლებელია რომ გაგვიჭირდეს აი ამ პერიოდში სადღესასწაულო დღეებში აი თქვენი რჩევები საინტერესოა და როგორ მოვემზადოთ აი ამ პერიოდში ქრისტეს შობის დღესასწაულისთვის ისე რომ ახალი წლის ხილმა თქვათ არ გადაფაროს ის დიდი სიხარული რაც არის თავარი მოვლენა ამ შემთხვევაში და არა ახალი წელი ცხადია საერთოდ ყოველი დღე ახალი წელი შეიძლება იყოს მაგრამ განსაკუთრებით ახლა როდესაც კალენდარული ახალი წელი არსებობს და ეს რაღაც თითქოს აი მადლობის გადახდა არის ძველი გასული წლისათვის და ახალი წლის შესახვედრად ვემზადებით რაღაც განსაკუთრებით ჩვენთან ტრადიცია არის ესეთი ლხინით და სიხარულით შეხვედრისა რაც შეეხება თვითონ საკვებით ან უბრალოდ აი ზედმეტი ლხინის ვთქვათ აი საშიშროება თუ არსებობს რა ვიცი აი მაგის გამოც აი ჩვენმა ეკლესიამ ამ შემთხვევაში მისმა უწმინდესობამ დაუშვა ის რომ 31-ში, 1-ში და 2-ში იგივე თქვათ აი თევზით ხსნილია. მაგრამ აქ მთავარი არ არის ის რომ თქვათ აქ მთავარია მიდგომა ჩვენ რას ვაყენებთ უფრო წინ ახალი წლის დღესასწაული, საერო დღესასწაული რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ყველა ჩვენთაგანისთვის და ჩვენი თქვათ ქვეყნისთვისაც მაგრამ მზადება არის როგორც ბრძანეთ შობისთვის და არ უნდა გადაფაროს ამ ლხინმა ამ თქვათ რაღაცა დღესასწაულმა ის მთავარი მოვლენა რასაც ქვია ქრისტეს შობა რასაც ქვია იმისი გახსენება და არა უბრალოდ გახსენება ნამდვილად ხდება ყოველწლიურად ეს ესე რომ ვთქვათ ღვთის ძე განკაცდა და ასე ამბობენ წინამამბები რომ ღმერთი განკაცდა რაითა კაცი განხრთდეს. ამას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა კაცობრიობის გამოხსნისთვის. იცოდნენ ადამიდან და ევადან მოყოლებული მთელმა კაცობრიობამ რომ იქნებოდა ხსნა, იქნებოდა მხსნელი, ანუ მესია ღვთისგან, მაგრამ როგორ მოხდებოდა ეს გამოხსნა არავინ არ იცოდა. ანგელოზებმაც არ იცოდნენ. არავინ არ აი წარმოუდგენელი რაღაცა მოხდა. შემოქმედი მოვიდა შემოქმედის ხორცში. ქმნილების ხორცში. აი დაიმდაბლა თავი, ბაგაში იშვა. პირველი აი მისი ესეთი თაყვანისმცემლები მწყემსები იყვნენ და შემდეგ მოგვები. მთელი ცხოვრება ამ ქვეყნიური ცხოვრება იესო ქრისტე იყო ესეთი აი ხუროს შვილად იწოდებოდა და იყო უბრალოებაში იზრდებოდა დევნილობაში იყო თავიდანვე და აი ჯვარცმით აღასრულა მისი ამ ქვეყნიური და ზოგადად ეს მისია, რასაც ქვია ღვთის განკაცების იდეა და მოვლენა. ჯვარცმით და აღდგომით, რომ არ ყოფილიყო მაცხოვრის განკაცება, ჯვარცმა და აღდგომა და ამაღლება, რომლის შედეგადაც ადამიანური ბუნება, კაცობრივი ბუნება შეიყვანა ღვთის წიაღში და ჩვენ წამშიც გვაქვს ხო ეს სიტყვები, რომ ამაღლდა და დაჯდა მარჯვენით ღვთისა და მამისა და მუდმივად მარადიულად მყოფობს ღვთის წიაღში მამის გვერდით. მარადიულად მოგცა იმისი საშუალება, რომ ადამიანური ბუნების, გამოხსნილი ბუნების შედეგად ჩვენ გვაქვს განხრთებების მადლისმიერად ღმერთად გადაქცევის საშუალება. ერთადერთი ის არის, რომ ჩვენ უნდა აღვნიშნოთ სწორად და ამხელა
დღესასწაულის ამხელა მოვლენის გადაფარვა არ უნდა მოხდეს საერო დღესასწაულის ლხინით. ზომიერად ყველაფერი მისაღებია, ყველაფერი ძალიან კარგია. და სწორად აღნიშნა ალბათ ნიშნავს იმასაც, რომ წმინდა ლიტურგია იმას პირველ რიგში, რომ წმინდა ლიტურგია აღესრულება ყველა მოქმედ ტაძარში ღამის თევით, უმეტესად, შესაძლებელია ზოგან თქვა დილითაც ჩატარდეს და უნდა დავესწროთ ალბათ, ხომ? ღამის თევის ლიტურგიას და შემდგომ უკვე არის ის ალილოს ტრადიცია, რაზეც ჩვენ საუბრობდით დღევანდელ გადაცემაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ და რაღაც თქვა შემაჯამებლად გისმენთ რამდენიმე სიტყვა რომ ბრძანოთ. ზუსტად თქვით თქვენ ელისაბედ, რომ ალილოს მსვლელობა ძალიან კარგია, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი არის ლიტურგიაზე დასრება. ვინც შეძლებს და ვისაც აქვს მაგის შესაძლებლობა, თუ თქვა ჯანმრთელობა აძლევს მაგის საშუალებას, აუცილებლად უნდა დაესწროს ლიტურგიას. აუცილებლად უნდა იხაროს ქრისტეს ეკლესიაში, ქრისტეს შობით და მინდა ამაში კიდევ ერთხელ ვთქვათ, აი მადლობა გადაუხადო ჩვენს ხელისუფლებასაც, რომ შობის დღესასწაული კი იყო უქმე, მაგრამ აი სხვა დღეებიც კი რაღაცნაირად აი უქმედ გამოაცხადა და ყველას აქვს საშუალება ამის. 5 და 6 იანვარი, რაც ძალიან სასიხარულოა. დიდი მადლობა გილოცავთ კიდევ ერთხელ მოახლოებულ ქრისტეშობის დღესასწაულს ახალ წელს. ზღვის უბანში მდებარე ბიჭვინთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ხელმსახური მღვდელი ზაქარია გათენაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.